არ ვიცი აიჩამ რა ჩაიდინა, მაგრამ ვერ ხვდები ეს ყველაფერი ჩვენს ხვირწინ როგორ ხდებოდა. აქამდე როგორ მივედით. იმ ოსმანს საერთოდ არ ვენდობი. მისგან ყველაფერი ამოსალოდნელი. როგორც ჩანს, სწორედ ამ ოინების გამო მოხდა საავადმყოფოში. ოჯახი კი მთელი ძალით ცდილობს ამ ამბის მიჩქმალას. ვერ ხედავთ არანაირი უბედური შემთხვევა არ მომხდარა. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ თაჰირმა ის არ ამზადა, სახლში შეიფარა. შვილო, თაჰირი ისე მოიქცა, როგორც თაჰირს შეშვენის. ვიდრე ყველაფერი არ გაიგროვა, უსიამოვნებას გაარიდა. შეეცადე რომ ეს ამბავი თვალშისაცემი არავისთვის გამختარიყო და ხალხს საჭურაო არ მისცემოდა. რა უნდა გაირკვეს, მამა? ამაზე მეტი რა უნდა გაირკვეს? ხალხი თვეებია მისი და ოსმანის ურთიერთობაზე ლაპარაკობს. ძმა თაჰირი ამ ამბავში რატომ ჩაერია? ეს ყველაფერი დროულად რომ გეთქვა, აქამდე მივიღებდით საჭირო ზომებს. გამოდის რომ ყველას ყველაფერი გცოდნია და ჩვენ გვიმალავდით. როგორ არის? უკეთესად. რამდენიმე დღე საავადმყოფოში დარჩება. მართლა უბედური შემთხვევა ყოფილა. ჩვენებაც კი მისცა. ჩემი დაც მის გვერდით არის, ტირის. შეეშინდა რომ მის ქმარს რამე დაემართებოდა და მართლაც საშინელება მოხდა. ესე იგი, უბედური შემთხვევა იყო. ძალიან უცნაურია. დღეს გაირკვა რომ აიჩასთან ქონია ურთიერთობა და სამზარეულოში ხორცის დაჭრა გადაწყვიტა. ღმერთო. ამ ხელა პრობლემა ჰქონდა და სამზარეულოში შევიდა რომ ხორცი დაეჭრა რა. კარგი რა, ნუ გამაცინე. ამის ვისჯერა. მეტი მართლა არაფერი ვიცი. ვერ გეტყვით, მამა ჩემი საჭვები რამდენად რეალურია. ვფიქრობ, ჩემი დისბრალია მისი გაღიზიანება. იფექმა საიდანღაც გაიგო რომ აიჩამ მელექის გამო ოსმანისგან ფული ისესხა და თავისი ეჭვების შესახებ მამას გაუმხილა. ჩემი ოჯახიდან არც ჩემი და არც ჩემი ძმა, არც მამა ჩემი დანი ცხოვრებაში არავის დამოკრებია. ასე რომ არა, ახლა იმ საავადმყოფოში ჩახუტებულები არ იქნებოდნენ და პოლიციას ყველაფერს განუცხადებდნენ. მე არაფერი ვიცი, შვილო, მაგრამ შენი ოჯახი მაშინებს. შეწყვიტეთ. აიჩას მამასთან დავრეკავ. ჩამოვიდეს და თავისი ქალიშვილი წაიყვანოს. ვერც ჩვენ სახლში და ვერც ამ დასახლებაში ვეღარ დარჩება. თანაც ამდენი უთანხმოების შემდეგ მისი დანახვაც აღარ მინდა. კაცმა არ უწყის რა არის ტყუილი და რა მართალი. ჯერ ახლახანს დავნათესავდით. ერთმანეთს თვალებში როგორ შევხედოთ. ბავშვები ცოდოები არიან. ასე. შვილო, როცა მოგინდება მაშინ ნახე. შენი და დასიძე. მე კი ამ საქმეში ნუგამებთ. მამა, ისინი უცხო ხალხია. თაჰირი კი ერთ-ერთი ჩვენგანია. იმ ხალხს ხელს რატომ აფარებ? მისთვის ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია. მორჩი ცილის წამებას. მისი ცოლიც კი ნანობს მასში ეჭვი რომ შეეპარა. შენ როგორ შეგიძლია ასე მოიქცე? უბრალო ეჭვიანობა საქმედ აქციეთ და აღარ იფიქრეთ. ცოტაც და ჩემიანებს მკვლელება ჩერაცხავდით. შენ კი ჩხუბის მიზეს ნუეძებ, შვილო. ღმერთო ჩემო. ჩვენც არ ვიცით როგორ მოვიქცე და რა გავაკეთოთ. მამა შენი ღამის 3 საათზე მოვიდა. შოკში ჩაგვაგდო და წავიდა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ მოვიგონეთ. ფატმა. შობს დაფიქრდე რას ამბობ. შენ გამო ჩვენი ბიჭი ორ ცეცხლს შუატრიალებს. სულ ტყუილად ადანაშაულებენ. ჩემი სიძე ასეთი ადამიანი არ არის. მასწავლებლები არიან. ხელფასი არ ყოფნით. ჩემმა სიძემ ფული ასესხა. ამაში ცუდი რა არის? ასეთი ხასიათი აქვს. თავადაც იცი, არ აინტერესებს ხალხი რა სიტყვის. საუკეთესო მეოჯახე და ღირსეული ადამიანია. შენც ხომ იცი ჩვენ გამო რამდენი გააკეთა? მე არ მეწოდინება? ცდილობდა იმ გნომს გაყოლოდი ცოლად. იქნებ ნანობ რომ უარი უთხარი. სტამბოლში უზრუნველად 7-ად იცხოვრებდი. ფუფუნებაში იქნებოდი. მგონი შენ ნანობ ყველაფერს. ალბათ მიზეს ეძებ რომ თავიდან მომიშორო.
bir şey olsaydı öyle. ასე რომ იყოს მოუკვდებოდი. Yani sen başka იმ ტიპს ცოლად რომ გაყოლოდი, ვერ გადამირჩებოდა. küçük პატარა საფლავიც ექნებოდა. dar. სათამაშო. სისულელეს ნუ ამბობ. Ben sensiz nefes alabilirim. საინტერესოა, უშენო ცხოვრებას შევძლებ? Beni sakın bırak. არაზროს მიმატოვო, კარგი? Canım biz evlendik farkında. ძვირფასო თუ შეამჩნიე დავქორწინდით. მაგაზე არ გეუბნები, საერთოდ ვამბობ. რაც არ უნდა მოხდეს. არ მიმატოვო. Bırakma. არ მიგატოვებ. ვერ მიგატოვებ. Yani არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენ შორის ჩადგეს. tamam mı? Söz ver bana. დამპირდი. Yani ailelerimiz ჩვენი ოჯახები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, sonuçta biz მაგრამ მთავარი ჩვენ ვართ ასიე. ჩვენ ორი. Üçümüz. სამი. 2,5. 4 ნახევარი. Buçuk bile değil. ნახევარიც კი არ არის. Aa yarın. ხოლ 3 საათზე ექიმთან ვართ ჩაწერილი. Yani იქნებ ამარეულობაში და გავიწყდა. Biliyorum. ვიცი. არ დამიწყებია. Sonunda ნუ tanışacağız. თუ შეიძლება დამავიწყდეს. როგორც იქნა ერთმანეთს გავიცნობთ. სქესის გაგება შეგვიძლია? არ ვიცი. erken. ადრე არ არის? Bilmiyorum ki. არ ვიცი. Hani მამა პირველად ხვდები. საინტერესოა არა? bebek yapmayı ბავშვის გაკეთება იცი. başka bir şey yok. შემდეგ უკვე არაფერი. Kitap falan alalım. ინფორმაცია არ Güzel bir გაქვს. şey öğrenelim. ციგნი ვიყიდოთ და რამე გავიგოთ. Böyle არ მინდა olmayalım ბავშვთან yani შევწყვენ. sonra. Ömer misin? ომერია, ახლა ვიმოვა. კარგი. ილიას, რა? Sen ne yapmaya çalışıyorsun? რას აკეთებ? შეგიძლია მითხრა. რას გულისხმობ? Ya Helin diyor. ჰელინზე გეუბნები ძმაო. ქალი გაგიჟდა რომ ვერ გნახა. შენობის სანახავად რატომ არ მოხვედი? Yeri niye დღეს böyle რომ geldi? მოსულიყავი, Bak bugün ვიქირავებდით. gelseydin ne güzel tutacaktık yeri. Bizi niye დაგვცინი? oyalıyorsun? ახლა საბუთებზე ალაპარაკდა. Kadın evrak ძმაო, mevrak diyor. ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა. 2 საათზე იქ უნდა ვიყოთ. Bak saat 2'de orada Şens olacağız. moxval. Sen de orada olacaksın. შენზე გააფორმოს, რა შევჭირდები? İşte ne yapacak ki benim? Ya sana რამდენჯერ გითხრა, ამბობ შენ გარეშე ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებო. Ya oğlum ძმაო, o kadar konuştuk. ამაზე რამდენჯერ ვილაპარაკეთ. დათანხმდა. შენზე უნდა გააფორმოს, თორემ ამას ვერ დავმალოთ. böyle olursa biz saklayamayız. ფილიალს ჩემს სახელზე თუ გააფორმებს, 2 დღეში ყველა გაიგებს. Yeter ama İlyas. გიყოფა ილიას. ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. Bugüne kadar არ გვეყო, რაც ვიტანჯეთ. საზოგადოებამ ერთად უნდა გაგვიცნოს. hep beraber. ქალს თუ სჭირდები, Hatun seni istiyor. ჩუმად. Hatun seni ქალს თუ istiyor. ჭირდები, კეთილი ინებე და მოდი. Koskoca şirket lan. მეგობარო, უზარმაზარი კომპანიაა. Ama bayilik verecek değil ya. ფილიალს პირველ შემთხვევაში არ ანდობს. Ama çocuk რა gibi თქმა უნდა, bunun შენ üstüne ჩაგაბარებს. yap, bunun üstüne yap olmaz ki. ბავშვივით ერთი და იგივე სიმეორებ, როგორც იქნა ბედმა გაგვიხიმა. შენ კი ყველაფერს აფუჭებ. Gel şu imzayı. მოდი და ხელი მოაწერე. Elini kafala. ჰელინი დაარწმუნე, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ამის შემდეგ შეგიძლია საერთოდ არ გამოჩნდე. Tamam ya tamam. კარგი, მოვალ. როცა მოვალ, აუცილებლად დაველაპარაკები. Konuşacağız. ფლობელი შენ უნდა იყო. მორჩა, Ya o Helin de ikide bir რადგან ჰელინს ზედმეტი არ მოუვიდეს ძმაო. კარგი. Ha. ხო, Yarın benim მართლა. siyasiyle ხვალ 3 საათზე მე და ასია ექიმთან მივდივართ. yetişemezsem mah. მოუკვდები თუ ვერ მოვასწრებ ძმაო. Siz onu შეხვედრა პირველისთვის გადაიტანეთ, კარგი? ძმაო, საბუძე ხელის მოწერას რამდენი დრო დასჭირდება? ყველაფერს მოვასწრებ. შეუძლებელია ya გადაიტანეთ. söyle Asiye. უთხარი რომ მე და ასია ექიმთან მივდივართ და ვერ მოვასწრებთ. Tamam. კარგი? გავიქეცი. სახლში ისედაც პრობლემებია, კარგი? ნახვამდის. რა უნდოდა? Hiç. არაფერი. ის და ჰელინი Falan açacak. ფილიალს ხსნიან. Öyle onlar. ამის გამო მოვიდა. ჰელინი შენს მეგობრებთან ერთად ფილიალს ხსნის? Bir mahsur. წინააღმდეგი ხარ? Arkadaş. შენს მეგობრებთან ერთად. İlyas bu kadın. ილიას, იმ ქალს რა უნდა? Şimdi de arkadaş. ახლა შენი გულის მოსაგებად შენს მეგობრებს იყენებს? Hayır Asiye. არა ასია. ფილიალის გახსნა ხელსაყრელ ადგილას გადაწყვიტეს. ოტოდრომი აქაც არის. ამაში ცუდი რა არის? Bu kadın bizi niye
Niye rahat? ეს ქალი თავს რატომ არ Niye böyle გვანებებს? şeytanlıklar yapıp ასეთი საქციელი რა შეჭირდება? Hayatımızda არ istemiyorum. მინდა ჩვენს გარშემო ტრიალებდეს. კარგი, გასაგებია, რა თქმა უნდა. Ömerlerle de ომერსაც აღარ დაველაპარაკები. Ya da söylerim Ömerler ან işi ჰელინს falan ვეტყვი, რომ ბიჭებთან არ ითანამშრომლოს. ხოლოდ იმიტომ, რომ ასიეს ჰელინი არ მოსწონს, Asiye, Helin'den უმუშევრები იყვნენ? hoşlanmıyor. Uyar mısın? გაწყობს? Hangisi? თუ რა უთხრა?